მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიგეთოთ, ახლა თემატიკა იქნება ასეთი. იფიქრეთ თქვენ თავზე, მხოლოდ არავის არ იფიქროთ. თქვენ სიტუაციაზე იფიქრეთ, რაც გაწუხებთ, რაც განერვიულებთ, რამაც შეიძლება ძილით დაგირღვიათ და გავიგოთ მაღალი ძალებისგან თქვენთვის ინფორმაცია რა მოდის. ამ ეტაპზე დღეს არის ღვთისმშობლობა, 21 სექტემბერია, ვინც ეხლა უყურებს და ჩემი გამომწერი ხართ, გილოცავთ ყველას. ღვთისმშობლის მადლი გფარავდით ყველგან და ყოველთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ოჯახის განმოწყვეტილი ხართ და ემიგრაციაში ხართ, დიდი სალამი და მოკითხვა და სიყვარული ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ მე ვიცი რა რთულია 10 წელი მეც შორს ვიყავი სამშობლოსგან და ემიგრანტი ვიყავი, ასე ვთქვათ, ამიტომ განსაკუთრებული სითბოს და სიყვარულს გიგზავნით სამშობლოსგან შორს მყოფ ადამიანებს. ნორმალურ დღეებში, საერთოდ ასეთ ქრისტიანულ დღეებში არ ვაკეთებ ხოლმე გაშლებს, უბრალოდ როცა დავიწყე და დრო მქონდა და დავიწყე გაშლების ატვირთვა, მოგვიანებით გამახსენდა, რომ დღეს იყო რატომღაც არ გამახსენებია, რომ დღეს იყო ღვთისმშობლობა, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ მაღალ ძალებს რაღაცა საინტერესო და საჭირო თქვენთვის ინფორმაცია აქვთ, ვინაიდან დღეს დამსვა და მომინდა რომ ეს გაშლა გამეკეთებინა. ასევე დღეს გვაქვს მზის დაბნელება, იცით, ღამე დღეს იქნება მზის დაბნელება და რაღაც ახალი იწყება თქვენ ცხოვრებაში და ვფიქრობ, ალბათ ის ინფორმაცია ნაწილისთვის მოსაწოდებელი მაქვს, რაც უნდა მოგაწოდოთ ახლა ამ გაშლით. მოკლედ გავიგოთ რა ინფორმაცია მოდის თქვენთვის, პატარა იდენტიფიკაციას ჩავატარებ. არ ჩავატარებ და საერთოდ ჰეშტეგები ბოლო დღევანდელ ვიდეოებზე არ მაქვს, ვისთვისაც ამოვარდება, ძირითადად იქნება ეს ინფორმაცია თქვენთვის. ვისაც არ გინახიათ, გადმოდით ჩემ გვერდზე და ნახეთ ეს ახალი ვიდეოებიც, ასევე ეს გაშლები თუ არ დაემთხვევა, შეგიძლიათ აარჩიოთ ჩემ გვერდზე სხვა გაშლები. გამოიწერეთ ჩემი ორივე გვერდი, ძალიან მოხარული ვიქნები, ვინც დამემატებით ახალი გამომწერები და ძველი გატეხილი გვერდიდან დაკარგული გამომწერებიც, ასე ვთქვათ, ახლიდან ახალ ჩემ ამ გვერდს TikTok-ზე დაიმატებთ, ასევე YouTube გვერდიც გამოიწერეთ. ძალიან ბევრს ლაპარაკობ, ვიცი, მაგრამ საჭირო ინფორმაციაა და სიყვარულს და სითბოს გიგზავნით მთელი ჩემი არსებით, ჩემი სურვილით დაგლოცოთ ყველა მაღალმოწავა. მიყვარხართ. და მადლობა ყველა თქვენი სიყვარულის და თბილი გულებისთვის, რასაც პირადშიც მწერთ და კომენტარებშიც. წავედით ახლა. ლაიკები არ დაგეზაროთ ხოლმე, ძალიან გთხოვთ, ჩემი სიყვარულით მაინც დაკლიკეთ. უბრალოდ თქვენთვის დაკლიკვა, ენერგოცლაა ეს ერთგვარი ჩვენი ჩემსა და თქვენ შორის და მადლობელი ვარ ყველასი წინასწარ და არაწინასწარაც. ვიხარ თქვენ, გავაკეთოთ მაინც ერთკარტიანი იდენტიფიკაცია, რომ მაინც უკეთესად მიხვდეთ რამე თქვენზე არის ინფორმაცია მაღალი ძალებისგან ამ შემთხვევაში. პენტაკლის პრინცესა ამოდის. ერთგვარად ბავშვურ ენერგიებში ხართ. ოჯახთან მიმართებაში შეიძლება დამთვარე მაღალი არკანი. მთვარის დაბნელება უკვე გქონდა, შეიძლება რაღაცა ბევრ ბურს კითხვები გაეცით, რაღაცას ეხლა გასცემთ, იმიტომ რომ დაბნელებები, ასე ვთქვათ, 6 თვიდან ეხლანდელი დაბნელება 6 თვიდან მოქმედებს, პირველივე დღესვე არის მოქმედებს. პერიოდი არის, შეიძლება ზოგისთვის 9 წლიანი ცვლილებები მოიტანოს ამ პერიოდმა ამ დაბნელებებისა, ზოგისთვის 18 წლიანი, ასე რომ აი ეხლა რაღაცა ბურუსით მოცულს თქვენ ცხოვრებაში რაც იყო, რაზეც გინდოდათ ერთგვარად სინათლე მოგეფინათ, წინ დაგენახათ რა, როგორ არის ეს, ზოგისთვის იქნება ეჭვიანობა, ზოგისთვის იქნება მაგიასთან მიმართებაში, რომ მაგია გაქვთ თუ არ გაქვთ გაკეთებული რაღაცა ინფორმაციებს ამ პერიოდში უეჭველი მოფენთ სინათლეს თქვენ ცხოვრებას, ზოგისთვის იქნება უნდობლობასთან დაკავშირებული რაღაცა ეჭვები, რომელიც გრღნიდათ და გულს გიჭამდათ, ამ ინფორმაციებს მიიღებთ და ნათელს მოვფენთ თქვენ ცხოვრებას, აი იმ ეტაპს და იმ მნიშვნელოვან თემატიკას, რაც გაქვთ, ასევე ზოგისთვის იქნება შიშები წინსვლის ცხოვრებაში, რაზეც ერთგვარად თქვენ ოჯახის მხარდაჭერასაც იგრძნობთ ამ მხრივ 10 პენტაკლი ეს არის ოჯახური სტაბილურობის კარტი, რაღაცა ოჯახთან დაკავშირებული ნისლი, ბინდი, ეჭვიანობა, შეიძლება რაღაცა ოჯახის შექმნაზე იყოს ზოგიერთისთვის საუბარი, ზოგიერთისთვის ოჯახის
ფუნდამენტალურ სიმყარეზე, ერთიანობაზე, თუ შორის ხართ თქვენ ოჯახთან მიმართებაში, თქვენი ოჯახის სიმყარეზე, ფინანსურ თანადგომაზე, თქვენი მხრიდან იქნება თუ ოჯახის მხრიდან თქვენთან მიმართებაში. აი ეს თემატიკა იქნება ძალიან აქტუალური თქვენთვის ეხლა, რაზეც ვსაუბრობთ. მაგია მოდის კალოდის ძირში და ეს არის პირველი მაღალი არკანი, სადაც გვიჩვენებენ, რომ თქვენ ბრძანდებით თქვენი ცხოვრების შემოქმედი უსასრულობა ადგას მაგს თავზე ამ შემთხვევაში და საერთოდაც ძალიან ძლიერია მენტალურ დონეზეც ღრმა ფსიქოლოგიური ელემენტები აქვს. მაგს როგორც წესი კარგი манипуляტორიც არის მინუსში თუ ვიტყვით, საერთოდ მაგი ასევე არის ვერძების კარტი და შეიძლება ვერძის ნიშანს წარმოადგენთ, არ არის აუცილებელი საერთო გაშლაში, მაგრამ მაინც დეტალებს ვიძახი. 4-ვე სტიქია გაქვთ ხელთ, რომელიც დაგჭირდებათ. ნებისმიერს აიღებთ, ნებისმიერს მოიხმართ და ყველაფერი, ყველა სადავები ეხლა დაბნელებიდან დაწყებული, ესე იგი 9-18 წლის განმავლობაში ყველაფერი არის თქვენ ხელშიო, გეუბნებიან. მაღალი ძალები უკვე იდენტიფიკაციიდან გადავედი პირდაპირ გაშლაზე. ზოგისთვის შეიძლება შვილი ყავთ და შვილის სწავლა განათლება არის ერთგვარი თქვენი მომავალი მასში ფინანსების ჩადების, ოჯახური სტაბილურობის, ასე ვთქვათ, სიმყარის მიწოდება, ფუძის მიცემა ამ შვილის განათლებისთვის ერთგვარად თქვენთვის ცოტა უკვე ავადმყოფურ მდგომარეობამდეც მიდიხართ, რომ აი ყველაფერი მაქსიმალურად სიტუაცია შევუქმნათ საფუძვლიანი მყარი ოჯახიდან რაც საჭიროა თქვენ შვილს, ასევე თქვენ შეიძლება რაღაცა სწავლა განათლების რეჟიმში ხართ ეხლა და რაღაცას შეისწავლით. ახალი საქმიანობა იქნება, თქვენი კონკრეტული ახალი ბიზნესის საწყისი იქნება, ერთგვარად მოსწავლის როლში ხართ, რაღაცას სწავლობთ, კიდევ ინფორმაციას იღრმავებთ და ასე ვთქვათ, ახალს შეიცნობთ, რა ასაკისაც არ უნდა იყოს მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს თემატიკა თუ ენერგეტიკულად ამთხოვთ, რომ თქვენია, რა ინფორმაცია მოდის მაღალი ძალებიდან თქვენთვის. გავიგოთ ამ პერიოდში რა უნდა იცოდეთ. ხმლის მეფე ამოდის 21 მაღალი არკანი და რვიან ხმალი, წეგანაც გამოჩნდა ეს რვიან ხმალი და განახეთ თუ არ ვწდები. რაღაცა კუთხეში მიმწყრეულ ვითარებაში იმყოფებოდით. ხმლის მეფესთან ხმლის მეფე შეიძლება ჰაერისტიკის წარმომადგენელი იყოს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენი პარტნიორი, შეიძლება უბრალოდ მაღალჩინოსანის როლში იყოს, ვისგანაც რაღაცა დაკვალიანებას საბუთთან დაკავშირებით ელოდებით და ერთგვარად თავის პროფესიულ საქმიანობაში ამ ყველაფერზე მხარდაჭერას გამოხატავს ეს ადამიანი და დაგიდგებათ გვერდში 21 მაღალი არკანი და დაასრულებს ამ ვითარებას, სადაც ხელფეხშეკრული იმყოფებოდით. ეს ზოგისთვის შეიძლება ნოტარიუსის თანხმობა იყოს, ზოგისთვის ვიზის ჩარტყმა იყოს, ზოგისთვის რაღაცა კანონებთან დაკავშირებული ადვოკატის მომსახურება, რაღაცა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის თავის საქმიანობაში სპეციალისტი ერთგვარად ორგანოების, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო აი ამ თემატიკასთან მიმართებაში თავს იგრძნობთ. კმაყოფილი ძალიან შეიძლება მაქსიმალურად თქვენი ეგოცენტრიზმით დაკმაყოფილდეს, ეს იქნება საჩივარი თუ რაღაცა კანონიერებასთან მიმართული, ყველას თქვენი გაქვთ პატარა გაშლაში, ვერ მოვასწრებ დეტალების მოყოლას, ვისთვისაც აი ესეთი ორგანოების რაღაცა კანონიერებასთან დაკანონების საბუთის დამკვალიანებლის პროფესიონალის მხარდაჭერა გჭირდებოდათ აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თქვენი ფიქრები, რაზეც არ გაძლევდათ საშუალებას მოდუნების, ასე ვთქვათ, მოდუნდებით და აღნიშნოთ კიდევაც შეიძლება 1-2 ჭიქითაც სუფრაც შეიძლება გააკეთოთ ამასთან მიმართებაში რაღაცა გამოსამშვიდობებელი, მაგალითად მოგზაურობის ერთგვარი სადღესასწაულო საღამო ან რაღაცა ესეთი, სადაც როგორც მინიმუმ სუფრა თუ არ იქნება, თავს ყველა ვარიანტში იგრძნობთ. კმაყოფილი, ემოციურად ცხრიან თასით ავსებული და დაალაგდება ეს სიტუაცია ყველა ვარიანტში. კიდევ რა მოდის თქვენთვის მაღალი ძალებისგან ინფორმაცია, შუთი, პრინცი, თასის და 4-იან ჟეზლი. ვისთვისაც ინფორმაცია არის იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ურთიერთობაზე არის საუბარი და საყვარელ ადამიანთან შეხვედრაზე, ეს ადამიანი თუ გაშეშებული იყო, გეტყვით, პენტაკლის პრინცით ძალიან ნელი ნაბიჯი, ტორმუზნოი, როგორც მე მას ვეძახი, არის ხოლმე და ერთ ნაბიჯს რო წინ დგავს, ორს უკან დგავს, იმდენად მყარად და სტაბილურად მოდის, ეს ადამიანი თავის ემოციებით და გრძნობებით ელოდე თუ ახლა ეს პერიოდში მოვა და 4-იან ჟეზლით დღესასწაულს შეგიქმნით მისი გამოჩენა. ეს იქნება სტაბილურობა ურთიერთობაში, ახალი ეტაპის შუთით, საერთოდ ახალი საწყისი, რომელსაც ეხლა ძნელია წარმოსადგინოთ თქვენთვის და რომელსაც